3 ნაკლები დრო რჩება იქამდე, სანამ ევროპის მოედანი შეკრების მთავარ ადგილად გადაიქცევა. აქ სულ რამდენიმე საათში უკვე დაიწყება სამზადისი პროცესები. პირველობისთვის ცნობილი ხდება ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ზუსტად 6 საათზე, როდესაც საქართველოს მოქალაქეები შეიკრიბებიან ევროპის მოედანზე, დაანონსებულია, რომ აქ წაიკითხავენ პატიმრის წერილებს, ახალგაზრდების საკნიდან აგზავნიან მათ მთავარ გზავნილებს და დღეს უამრავი საქართველოს მოქალაქე გაიგებს რა არის სინდისის პატიმრების მთავარი სათქმელი. გარდა ამისა დაანონსებულია, რომ ევროპის მოედანზე მოქალაქეები საგანგებოდ დაწერენ წერილებს და მათ მთავარ გზავნილებს სხვადასხვა სინდისის პატიმარს გაუგზავნიან. ზუსტად 6 საათზე დაიწყება ევროპის მოედანზე შეკრება. ამის შემდეგ დაანონსებულია, რომ ახალგაზრდები ყველა ადამიანი, ვინც ქუჩაშია უკვე 80 დღის განმავლობაში მსვლელობით გადაინაცვლებს თავისუფლების მოედანზე, დღეს ქუჩაში იქნებიან სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, ასევე იქნებიან ის ადამიანებიც, ვინც რეჟიმმა უკვე არაერთხელ დააჯარიმა, თუმცა დღეს მთავარი სათქმელი ამ ადამიანებს აქვთ ის, რომ არ ეშინიათ რეპრესიული კანონების და ისინი ყოველდღიურად იქნებიან ქუჩაში იქამდე, სანამ მათი მთავარი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. დღევანდელი აქციის მთავარი გზავნილიც არის ის, რომ ხალხი ქუჩაში გამოდის დიქტატურის წინააღმდეგ. ეს მუხტია და ეს პროტესტის სრულია და ასე დღეებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამ მინდიც ხელს ვიწყობს და ხედავდეს ყველა, რომ აქ ხალხი არ აპირებს გაჩერებას. ასუხი არის ერთი რა, გამარჯვება და იმის წინააღმდეგ ახლა გინდა ჯარიმები რაც გინდა აკეთე, მაინც ერთი შეშინდება, 5 გამოჩნდება, 2 შეშინდება, 20 გამოჩნდება. ძალიან რთულ რაღაცას ვართ შეჭიდებული. ეს არ არის მარტივი და ეს არ არის 2 და 3 დღის ამბავი სამწუხაროდ. დღესაც ძალიან მნიშვნელოვანია წერილების შეგზავნა მოხდება ჩვენი პატიმრებისთვის. ჩვენ გვახსოვს ისინი უკვე სოლიდარობაც აღარ არის უკვე, რა ვიცი, მართლა დღე და ღამე არის არეული ამ დარდით და ამ ადამიანებზე ფიქრით. ჩვენი ბრძოლა გრძელდება, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ერთობა, ჩვენი დგომა რუსთაველზე და ამიტომ ყველას ყოველდღიურად სულ მოვუწოდებდი, რომ იყვნენ ქუჩაში, ვიდგეთ ერთად, ამით გადავარჩენთ და გავაძლიერებთ ჩვენს პატიმრებსაც და რა თქმა უნდა ჩვენს მთავარ ბრძოლას მივიყვანთ ბოლომდე და მივიყვანთ გამარჯვებამდე. გარდა ევროპის მოედნისა შეკრება დაანონსებულია ასევე მთავრობის კანცელარიასთან. იქ საჯარო მოხელეები შეიკრიბებიან და მსვლელობით უკვე შეუერთდებიან ევროპის მოედანზე მყოფ თანამოაზრეებს. დღეს საქართველოს მოქალაქეები კიდევ ერთხელ გააჟღერებენ მთავარ სათქმელს. ეს არის უკანონოდ დაპატიმრებული ახალგაზრდების განთავისუფლება და ხელახალი არჩევნები.